ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. გადაცემა ბიზნესის დრო დღეს დროს უთმობს ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს აჭარას, რომელსაც დიდი ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. გადაცემის მეორე ნაწილში კი ცვლილება, რომელიც არაალკოჰოლური სასმელების მარკირებას ეხება. კომპანიის წარმომადგენლები თავად ისაუბრებენ, რას მოუტანს ეს სიახლე მათ ბიზნესს. გადაცემის პირველ ნაწილში, როგორც გითხარი, როგორ მიმდინარეობს ციტრუსების რეალიზაცია, შეჩერდა თუ არა აჭარაში პროექტებისა და გზების მშენებლობა და რით მიიზიდავს აჭარა ტურისტებს საახალწლოდ. ამ და სხვა თემებზე დღეს ჩვენი სტუმარია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ბატონო არჩილ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი, რაც შეეხება დავიწყებ ყველაზე ისეთი აქტუალური და პრობლემატური საკითხით, რომელიც შეეხება ციტრუსებს. არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს ციტრუსების რეალიზაციასთან მიმართებაში. ამაზე განცხადებებს აკეთებენ თქვენი მთავრობის ოპონენტებიც და მოკლედ რომ გითხრათ, რა ვითარებაა დღეს და რაღაც სიახლეც არის, როგორც ჩემთვის ცნობილია ამ მიმართულებით. მოგესალმებით, ქალბატონო თეა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში მადლობა თქვენ მოგზანებისთვის. შევეხები მოკლე ანალიზს გავაკეთებ ციტრუსთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ მოკლე ანალიზს გავაკეთებ მიმდინარე წელს დაახლოებით აჭარის რეგიონში გეგმებოდა დაახლოებით 50,000 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღება, საიდანაც დაახლოებით 10,000 ტონამდე, 6-დან 10,000 ტონამდე იქნებოდა არასტანდარტული, ხოლო დანარჩენი სტანდარტული მანდარინი. ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავებთ ამ სეზონზე. პირველი იყო არასტანდარტული მანდარინის მიღება, დაბინავება და შემდეგ ჩაბარება. კობულეთის საკონსერვო ქარხანა ამ შემთხვევაში საკმაოდ. დიახ, კობულეთის საკონსერვო ქარხანა. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ქარხანასთან, რომ ის ამ სეზონზე მიიღებდა 6,000 ტონას, მხოლოდ აჭარის რეგიონში არსებულ ციტრუსს არასტანდარტულს, ხოლო 1,200 ტონამდე მიიღებდა გურიის რაიონიდან, ჯამში 7,200 ტონას. ჩვენ ქარხანასთან მივაღწიეთ შეთანხმება და ის 1 კილოგრამო მანდარინისთვის გადაიხდის 12 თერს, ხოლო ჩვენ გლეხს სუბსიდირება მოხდებოდა, გლეხს და ფერმერს გადაუხდიდით 8 თეთრს. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2,500 ტონა მანდარინი უკვე მიღებულია, დარჩენილია 3,500 ტონა. გუშინ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ სამ რაიონში მოდის ჩვენთან მანდარინი, ეს არის ხილვაჩაურის რაიონი, ძირითადი კობულეთის რაიონი, ასევე ძირითადად და ახლად შემოერთებული ხილვაჩაურის რაიონის ნაწილი, რომელიც ბათუმს შემოუერთდა იმ ნაწილში. ჩვენც შესაბამისად წინასწარ დავყავით ეს 6,000 ტონა კვოტა გავაკეთეთ რაიონების მიხედვით. ხილვაჩაურში იყო 2,800 ტონა, ბათუმში იყო 1,800 ტონა, ხოლო კობულეთში 2,000 ტონა. გუშინ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ 2,000 ტონა 2,500-დან, რომელიც უკვე ქარხანამ მიიღო, ეს კვოტა აითვისა კობულეთის რაიონმა. დღეს მთავრობის ხდომაზე ჩვენ გავიტანეთ ცვლილება შეგვეტანა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეს გულისხმობდა იმას, რომ კვოტა გავზარდეთ კობულეთის და ხვალიდან კობულეთის რაიონს 1,600 ტონით გაეზარდა კვოტის რაოდენობა. შესაბამისად 400 ტონა დარჩა ბათუმს, ხოლო 2,000 ტონა დარჩა ხილვაჩაურს. 1,600 ტონას სხვა დანარჩენ ორ რაიონს გამოაკლდა 1,600 ტონა, ხოლო კობულეთს მიემატა. შესაბამისად კობულეთის რაიონს ამ ეტაპზე შეუძლია დამატებით 1,600 ტონა პროდუქცია ჩააბაროს რაიონის კვირს და მიიღებს შესაბამისად ჯამში 20 თეთრს. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, მინდა გითხრათ, რომ დღეს ზუსტად მე პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს აჭარის მოსახლეობას, რომ გუშინ მიუხედავად მიწისძვრისა მე დედაქალაქში გამოვიმგზავრე. მინდა ვთქვა, რომ ეს პრობლემა, მანდარინის პრობლემა არანაკლები იყო. შესაბამისად მინდოდა, რომ დღეს მთავრობის ხდომას დავსწრებოდი და დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა 1,600 ტონისთვის. რა თანხაზეა საუბარი ბატონო? არა, დამატებით არ არის. მინდა განმარტო, რომ 480,000 ლარი იქნა ჯამში გამოყოფილი, მაგრამ სხვა ორი რეგიონის კვოტა გადაუნაწილდა კობულეთის რაიონს, მეგულისხმობ არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება ახლა გადავალ სტანდარტულ მანდარინზე, მინდა
ჩვენი მოსახლეობა და ფერმერები და გლეხები დავამშვიდო, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ხომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული და 1.5 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. ეს ინიციირება მოახდინა აჭარის მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთად, ბატონმა ნოდარმა ერთად მოახდინეთ ამის ინიციირება, შესაბამისად მთავრობის ხომაზე იქნა გატანილი ეს საკითხი და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 1.5 მილიონი ლარი მიმართული იქნება ამ სეზონზე სტანდარტული მანდარინის აჭარის მთავრობისთვის იქნება ეს გადაცემული და მიმართული იქნება სტანდარტული მანდარინის თემის ზოგადად მოგვარებაზე. რას გულისხმობს ეს, ანუ სუბსიდირება მოხდება როგორც დაუშვათ არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში ხდება თუ ჩვენ როგორც კი ხვალ ვიქნები აჭარაში ეს სქემა უნდა შევიმუშაოთ, არის სხვადასხვა ვარიანტები, არის სხვადასხვა მიმართულება, ამ სქემას შევიმუშავებთ მთავრობა, ამას ჩართული იქნება როგორც ამ სფეროში ჩართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე სამინისტროები და გამგეობები, კონსულტაციების შედეგად მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. გვინდა რომ ვინც აწარმოებს გადაზიდვას, აი გლეხი იქნება ფერმერი თუ ექსპორტიორი ტარიფი შემცირდეს გადაზიდვის ტარიფი. მთავარი მიმართულება ეს იქნება, გვინდა რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გადაზიდვის გამბაჟების ასე თქო მომსახურების ტარიფი. გასაგებია, დღეს ერთ-ერთი საექსპორტო ქვეყანა მანდარინის, ციტრუსების და არა დღეს ბოლო რამდენიმე წელი ამას შემდეგ რაც რუსეთის ბაზარი დაუკარგეთ, განიხილება უკრაინა. უკრაინა რჩება ერთ. საუბარი იყო რომ საბაჟო გადასახადი გაუნახევრდათ. ეს უკვე ძალაშია ეს. გეტყვით ამას მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ გეტყვით რაშია საქმე. მინდა გითხრათ რომ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ბოლო ამ სეზონზე ჩვენ ჯამში 19,000 ტონა მანდარინის ექსპორტი მოახდინეთ, დაახლოებით 6,000 ტონას, რომელსაც მივიღებთ, არ ვთვლი კიდევ არასტანდარტულს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2010 და 2011 წლების სეზონზე იყო შესაბამისად 12,000 ტონა და 17,000 ტონა. ჩვენ დღის მდგომარეობით 24 დეკემბრის მდგომარეობით ამ ბოლო 2 წლის მაჩვენებელი ასე ვთქვათ გადავაჭარბეთ ამ მაჩვენებლებს. ოპონენტები არიან და ამბობენ რომ ეს სეზონი ჩავარდა, ასე შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ რაოდენობრივ ჭრილში და უხმოსავლიანობის პირობებში ჩვენ 19,000 ტონა დღის მდგომარეობით ექსპორტირებული გვაქვს რეგიონიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 6,000 ტონას არ ვთვლი არასტანდარტულს ამ შემთხვევაში. მინდა ვთქვა რომ იმასთან დაკავშირებით რომ უკრაინაში ამ 19,000 ტონიდან დაახლოებით 80-85% მოდის უკრაინაზე ექსპორტის მთლიან რაოდენობაში. უკვე გატანილია ციტრუსის ნაწილი, ხო? ეს ნაწილი გატანილი 19,000 ტონა, ჩვენ დაახლოებით გვინდა რომ 15,000 ტონა კიდევ წლის ბოლომდე და იანვრის თვეში გავიტანოთ, სწორედ ამისთვის არის ის 1.5 მილიონი ლარი გამოყოფილი. უზრუნველყოთ ამ რაოდენობის ციტრუსის ნორმალურად და უსაფრთხოდ ექსპორტი. რაც შეეხება ტარიფებს, რა თქმა უნდა, ექსპორტი ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, მაგრამ მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმ ქვეყნებში, სადაც ექსპორტი ხორციელდება, იქ გამბაჟების ტარიფი. იცით რომ წლის დასაწყისში როცა დავიწყეთ იყო $1,100 ფიქსირებული ტარიფი იყო, $600 იქნება. $600-მდე ჩამოვიდა ეს ტარიფი. შემდეგ მავანთა ასე ვთქვათ ჩარევით ისევ $1,000-ზე ავიდა და ჩვენი აი ძალიან დიდი ძალისხმევის ხარჯზე ჩართული იყო დიპლომატიური კორპუსიც, იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართული, ჩვენ რეგიონის მე პირადად ვიყავი ჩართული რაღაც პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე და რაღაც ნაწილობრივ მოვაგვარეთ ეს საკითხი და გასაგებია დავწიეთ ფასი ასე იმის თქვა მინდა. გასაგებია საინტერესო რაღაც თქვით მავანთა ჩარევით, მე აუცილებლად დავინტერესდები ვინ არიან ეს მავანი, თუმცა გადაცემაში სარეკლამო პაუზის თქვა.
დაკვლავ ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო. მე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გახავთ დღეს ჩვენი სტუმარი და ბატონო არჩილ, საკმაოდ საინტერესო თემაზე შევჩერდით. ვისაუბრეთ საექსპორტო ბაზარზე, უკრაინა, სადაც გადის დაახლოებით 85% აჭარაში მოწეული ციტრუსების, თუმცა განიხილება რუსული ბაზრის დაბრუნების თემა. დიახ, გეტყვით, ჩვენ საცდელი ექსპორტის საცდელი ვარიანტი გვინდა გავაკეთოთ ლარსის გამშვები პუნქტიდან. კონტრაქტი გაფორმდა ერთ-ერთმა კომპანიამ ბათუმში დარეგისტრირებულმა უკვე მოახდინა კონტრაქტის გაფორმება რუსულ კომპანიასთან. დაახლოებით ბატონმა მიზინა მახსენა 2 მანქანა, მაგრამ მინდა უთხრა, რომ 100 ტონამდე არის 100 ტონა მანდარინის ექსპორტის საკითხია დაგეგმილი, გვინდა ეს საცდელი ვარიანტი გავაკეთოთ. იცით, რომ ბოლო პერიოდში განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან, რუსეთიდანაც და საქართველოდანაც, რომ ვაჭრობის კუთხით რუსეთთან, ხო? არ არის ჯერჯერობით შეთანხმებული, მზაობა არის და ხელშეშლის მომენტი არ იქნება. ხელშეკრულებები და თქვა სხვადასხვა დოკუმენტები, რაც არის საჭირო ექსპორტისთვის, ჩვენ უკვე მოვამზადეთ. ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც საბაჟოსთვის არის წარმოსადგენელი და ფიტოსანიტარო თუ სხვა იქნება. დიახ, გვინდა ამ დღეებში გავგზავნოთ, თოვლის გზის გაწმენდით სამუშაოებს ველოდებოდით. დღეს ან ხვალ უკვე დაიძრება მანქანები და ჩვენ პირველი 100 ტონის ექსპორტის ამ გზიდან, ლარსის გამშვები პუნქტიდან გვექნება საშუალება ვადევნოთ. ეს ახლა სხვათაშორის ექსკლუზიურია თქვენთან, თქვენს გადაცემაში ეს განცხადება და ძალიან გვინდოდა, რომ აი როცა მოხდებოდა ამის შემდეგ აგვაცხადებია, მაგრამ თქვენ ამ ეტაპზე გასაგებია, ანუ რო შევაჯამოთ ეს თემა, ციტრუსის საკითხი რომ მოვხდეთ, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხიც გვაქვს, საკითხზეც უნდა ვისაუბროთ. შეიძლება თქვენ როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებთ, რომ დღესდღეობით აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის კუთხით სერიოზული პრობლემები არც არასტანდარტული, არც სტანდარტულ შემთხვევაში არ იქნება. მე მინდა დავამატო, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 19,000 ტონის ექსპორტი მომხდარიყო. ჩვენ მოგეხსენებათ, მოვედით 1 ნოემბერს, დაახლოებით 10 ნოემბრიდან დაიწყო კრეფის პროცესი, მოსავლის აღების პროცესი, დაბინავების და ექსპორტის ნოემბრის 20-ისთვის უკვე პირველი მანქანები დაიძრა ექსპორტის. ჩვენთვის დრო იყო 10 დღიანი, ჩვენ მაქსიმალურად 10 დღე იყო იმისათვის, რომ მომზადებულიყავით, ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში წინა 2 სეზონი რო ჩავთვალ, მაქსიმუმ უკვე შესრულებული გვაქვს ის ნიშნულს გადავსვით უკვე 1 კვირა. მოდით სხვა საკითხებსაც ჩავახოთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები არის, რაზეც თქვენი ოპონენტები ხშირად აკეთებენ აპელირებას და სანამ თქვენი ოპონენტების თემას შევეხებოდე, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან აინტერესებს მოსახლეობას, საბანკო კრედიტები. ეს გაჟღერდა თავის დროზე ქობულეთის საკურორტო ზონაში ან მოსახლეობას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აღებული სესხების გადავადების შესაძლებლობებზე. რა ეტაპზეა თქვენ როგორც ვიცი ბანკებთან შეხვედრა უკვე გქონდათ, ეს პროცესი რა ეტაპზეა? მინდა ეს საკითხი ესე ცლად თქვა ამის შესახებ, იყო 2 მიმართულება. არის საბანკო კრედიტების კუთხით, სულ 400-მდე განაცხადი იყო ქობულეთის რაიონიდან შემოსული საინიციატივო ჯგუფის მიერ. ესე იგი 400-დან დაახლოებით 900 იყო საბანკო სესხების კუთხით პრეტენზიები, ასე ვთქვათ, იმ ბანკების მიმართ არსებული განაცხადები და პრეტენზიები ამ ასე ვთქვათ კლიენტების, ბანკის კლიენტების მიერ შემოტანილი და იყო კერძო იპოთეკარებთან არსებული ვალდებულებები. მინდა განვაცხადო, რომ ეს მიმართულება გავყავით 2 ნაწილად. პირველი ბანკირებს შეხვდით, ეს ჩვენთვის ყველაზე ადვილი და სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, შეხვდით ბანკირებს, გადავეცით ეს სიები, მოვთხოვეთ უпростоრად, რომ მაქსიმალურად მოხერხებულიყო არ გამოსახლება პლუს რესტრუქტურიზაციის საკითხები ან პროლონგაციის. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ დაახლოებით შესწავლილი იქნა ბანკებთან ერთად 200-მდე სესხებელი, რომლისგანაც დაახლოებით 15 კლიენტი იყო ამ საშიშროების ქვეშ. მინდა განვაცხადო, რომ დაახლოებით 85% ამ სიიდან ითხოვდა
პროცენტების დაკლებას სტანდარტული სესხები იყო. არავითარი პრობლემური სესხი არ იყო, ან სხვა პრობლემა იმას მათ არ ჰქონდათ ბანკების მიმართ, ჰქონდათ ერთადერთი პროცენტის დაკლება ან ვადის გაგრძელება. ჩვენ რამდენიმე ინდივიდუალურად განვიხილეთ და ბანკების მხრიდან იყო ასეთი შემოთავაზება, ასეთი წინადადება, რომ სხვა მხრივ ამათთან თქვა ამ კატეგორიის კლიენტებთან საუბარი შეუძლებელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგს 10 წლიანი სესხი ჰქონდა და თქვა 13%-ში. და სესხის დაკლება, განაკვეთის დაკლება შეუძლებელი იყო, ვადის გაგრძელება შეუძლებელი. თუმცა ეს კლიენტები არიან სტანდარტული, რომლებიც სეზონურად ნორმალურად იხდიან და ბანკის ნორმალური კლიენტები. იმ კატეგორიას დაახლოებით 15 ბანკის შესაძლებელი იყო, რომლებსაც პრობლემა შეიძლება ჰქონდათ ამ ეტაპზე, ან დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შესაძლებელი იყო შექმნოდათ პრობლემა. ამათთვის ჩვენ მოვითხოვეთ და ბანკების დაგვეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპებს გამორიცხავენ, შეაჩერებენ დროებით ახსულების პროცესს და შეაჩერებენ ასევე გამოსახლების პროცესს, თუ ასეთი მათ შეეძლებოდათ. მეორე კატეგორია მინდა აღნიშნო იპოთეკარები, ცლად მინდოდა მესაუბრა. იმიტომ რომ ჩვენ კიდე რამდენიმე საკითხი გვაქვს, რომელიც მოკლედ ვიტყვი მაშინ, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია კომპლეტელი მოსახლეობისთვის, იქ კერძო იპოთეკარებთან ვისაც ჰქონდა შეხება, იმათ უფრო მეტია პრობლემური, იქ მინდა აღვნიშნო და მინიმუმ 4%-იანია თვიური განაკვეთი იქ. ამიტომ ჩვენ შევძელით და ბანკებთან ისე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ერთ-ერთმა ბანკმა შემოგთავაზა ნორმალური პირობა, ჩვენ გვინდა რომ რისკები გადავინაცვლოთ მთავრობამ და ბანკებმა რაღაც ნაწილობრივ და ეს პრობლემა მოვაგოროთ. მაგრამ მინდა რომ კომენტარი ერთი გავაკეთო ბოლო, ასე ვთქვათ, ჩავერთო, რომ აი ის ხალხი, ვინც იქნება ძალიან რთულია იმ 400-დან 200 კლიენტი არის იპოთეკარი და დღეს ყოველდღურად რეკავს დაახლოებით უკვე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი რაოდენობის მოქალაქე ითხოვს ამ სიაში მოხვედას. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ამ პროცესის დარეგულირება და ყველასთვის ანგარიშის გაწევა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი არის რაღაც შეზღუდული შესაძლებლობების დასახსრების შესაბამისად ჩვენ გაგვიჭირდება ყველას დახმარება. ამიტომ ვიწყებთ აქედან, ეს იქნება მაგალითი, იქნება რაღაც სქემა მოფიქრებული, ბანკები იქნება თუ მთავრობა ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სამუშაოები გარკვეული სქემის შემუშავების მიზნით. თუმცა ეს პროცესი, როგორც ითქვა, არ შეჩერებული. არ შეჩერებული. კიდევ ერთი კითხვა მექნება, შეჩერდა თუ არა რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ან რომელიმე გზის მშენებლობა. ეს ძალიან მოკლედ, ეს გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები ამაზეც, ცალსახად რომ გავცეთ პასუხი. მე მინდა ვთქვა, რომ ნაწილობრივ ზოგიერთების პრეტენზია იყო სწორი და საფუძველს არ იყო მოკლებული. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, ეს იყო ნამდვილად არასწორი განცხადებები, მით უმეტეს აჭარის ბიუჯეტისთვის. ჩვენ მე მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა დაახლოებით მილიონი ლარით და სხვადასხვა პროექტები ისევ დაიმატა წინა წელს. მინდა გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით თითქმის 70-80% მოიმატა წინა წელთან შედარებით ბიუჯეტმა და ამასში გვაქვს გათვალისწინებული კიდევ დაახლოებით 8 მილიონიანი დახმარება, ასე ვთქვათ, ფონდიდან ტექნიკის კუთხით და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის. ასევე გაიზარდა განათლების ბიუჯეტი, სამინისტროს ბიუჯეტი, ერთადერთი რაც სოციალურ მხარეს შეიძლება ითქვას პრეტენზია. წინა წელთან შედარებით არ გვაქვს ჩადებული ბიუჯეტში ორი სოციალური სახლის მშენებლობა. თუმცა წელს მივიღებთ იანვრის ბოლოს ამ სოციალურ სახლს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ეს ბიუჯეტი იქნა მიღებული დაახლოებით 1 თვის განმავლობაში და რომ შევადაროთ ეს ბიუჯეტი იმ ბიუჯეტს, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა წინა ხელისუფლებას უმაღლეს საბჭოში, ეს ალბათ უფრო ჩაშლილი, უფრო გამჭვირვალე და ეს იქნება სასაცილო ალბათ ორი ბიუჯეტი ერთმანეთს შეადაროთ. ჩვენ ვიწვალეთ ძალიან ბევრი და მოახერხეთ იმდენი, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო და ნებისმიერი დაინტერესებულისთვის ყოფილიყო გასაგები ეს ბიუჯეტი. ნებისმიერი პროგრამა თუ ნებისმიერი ხარჯი არის გაწერილი და ასე ვთქვათ თითო თეთრამდე ჩაშლილი. შესაძლოა ინფრასტრუქტურასაც შეეხება, მინდა ბოლოს ვთქვა, რომ იყო შემცირდა ბიუჯეტი, მაგრამ
ამ შემცირებას უნდა კარგი ანალიზი. ზოგიერთმა განაცხადა ბათუმში, რომ 5000 დასაქმება შემცირდება 5000 დარჩება უმუშევარი. ზოგიერთმა ალბანის კოშკზე რაღაცებს ბატონო. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ორი პროექტი, რომელიც არის 100 მილიონიანი ჯამში და იყო 2013 წლის ბიუჯეტში ჩადებული ძველი მთავრობის მიერ, იყო 50 მილიონი დაახლოებით ლარი, 46 მილიონი იყო გონიოს ხიდის მშენებლობა და 60 მილიონამდე იყო ბათუმის სტადიონის მშენებლობა. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეტანა, შეგვესწავლა დაწვრილებით, მეტიც მინდა გითხრათ, ბიუჯეტი პარალელურად ბიუჯეტს ვღებულობ, ჩვენ შეგვიძლია ეს არავინ ამას არ ამბობს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კორექტირება შეუძლიეს ბიუჯეტში, დაემატოს იმ სოციალურ საგზას, რომელიც ვახსენეთ ჩვენ, აუცილებლად იმ პროექტს განვახორციელებთ, აუცილებლად განვახორციელებთ სავარაუდოდ უпростоრად ხიდის მშენებლობას, ჩვენ სოფლიო ბანკთან ერთად უკვე შეხვედრები გქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც ჩვენც, იყო გამოსაკვლევი და აუცილებელი საჭიროება და მიზანშეწონილობა ამ პროექტების. დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს გავაკეთებთ. სტადიონთანაც და ხიდთანაც დაკავშირებით. ბოლო ერთი კითხვა მექნება და ძალიან მოკლედ მითხარით. შემცირდა თუ არა ტურისტების რაოდენობა აჭარაში? ძალიან რთულია ამის ეხლა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ზამთარში რთული იქნება ამის დაცვა. თუმცა წინა ხელისუფლება რაღაც სხვადასხვა ცნობილი კულტურის მოღვაწეების ჩამოყვანით ახდენდა გარკვეულ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საახალწლო ღონისძიებები, აი რაც სასახსენებს ზუსტად ამასთან დაკავშირებით მქონდა თეა საუბარი მთავრობაში და მერის შესაბამის სამსახურებთან, რომ ჩვენი საახალწლო ღონისძიებები არ იქნება მილიონებზე გათვლილი, იქნება რამდენიმე დღე, იქნება ისეთი, რაც ჩვენს მოსახლეობას დააკმაყოფილებს, იქნება არ იქნება პომპეზური და გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ცოტა დრო გვრჩება, თუმცა ძალიან ბევრი თემა ძალიან ბევრი კითხვა დარჩა, მაგრამ ალბათ მომავალში გვექნება საშუალება კიდევ შევხვდეთ ეთერში ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და მოგბრძანდით გადაცემაში, გისურვებთ წარმატებებს. გადაცემაში სარეკლამო პაუზის დროა, ჩვენ სარეკლამო რეკლამის შემდეგ სხვა თემით დავბრუნდებით. გადაცემა ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს. 1 იანვრიდან არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს პროდუქციის მარკირება მოუწევთ. 2012 წლის აპრილში მიღებული ცვლილება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ძალაში მომავალი თვიდან უნდა შევიდეს, თუმცა როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ვადების გადახედვასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. დარგის სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ ცვლილების შედეგად თვითღირებულება 1 თეთრით მოიმატებს, რაც პროდუქციის 5 თეთრით გაძვირებას გამოიწვევს. კომპანია Iberia Refreshment-ის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია და ასევე კომპანია Aquageos გენერალური დირექტორი დავით გიგაია არიან ჩვენი სტუმრები, რომლებთან ერთადაც განვიხილავთ ამ ცვლილებას, როგორ აისახება ეს ცვლილება მათ ბიზნესზე. უკვე ცნობილია მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოიწვევს ფასების გაზრდას, რაც საკმაოდ ნეგატიური ფაქტია, თუმცა უფრო დეტალურად მათგან შევიტყობთ ზოგადად რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით. დავიწყებთ ბატონ დავით თქვენგან, ორივე დავითია და დავით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემოყურებელს. მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში და მოკლედ რომ გითხრათ, როგორ აისახება ეს ცვლილება, თქვენ უკვე გამოთქვით საკუთარი პოზიცია და დღესაც იყო გარკვეული შეხვედრა, როგორც ვიცი ამ საკითხთან მიმართებაში, როგორ აისახება? მე შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი დამოკიდებულება, დარგის ამ შემთხვევაში დამოკიდებულება და ჩვენ კოლეგები დაგვეთანხმებიან ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ცალსახად ნეგატიური. ვინაიდან ამ კანონის შემოყვება გამოიწვევს მწარმოებლების, ასე ვთქვათ, დამატებითი გადასახადი დატვირთვას, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული მარკირების გადასახადი უნდა დაედოს თითოეულ ერთეულს პროდუქციის, რაც საბოლოო ჯამში გააძვირებს, მაგალითად წყლის შემთხვევაში ეს გააძვირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას 7-დან 9%-მდე და საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ ქსელში პროდუქცია გაძვირდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო ესე ვთქვათ საგულისხმოა, რომ ეს სტრატეგიული პროდუქტებისთვის, როგორც მაგალითად წყალია ამ შემთხვევაში, ეს იმოქმედებს საექსპორტო ფაზზე
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ხომ მუშაობთ ისეთ რეგიონში, სადაც კონკურენციას გვიწევს ისეთი მსხვილი ეკონომიკის წარმოებლები, როგორც არის მაგალითად თურქეთი და თურქეთის სახელმწიფო ძალიან დიდ ხარდაჭერას უცხადებს თავის წარმოებულ სამმართველოებს იმისათვის, რომ ისეთი საინტერესო ბაზრები, როგორც მაგალითად არის ახლო აღმოსავლეთი, იყოს კარგი წარმოადგენლობა ამ პროდუქტების, ძალიან აქტიურად ხდება ექსპანსია წარმოებლების მიმართ შესაბამის ბაზრებს. ხა ჩვენ შემთხვევაში, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ადმინისტრირების გადასახადი თითო ბოთზე უნდა მოვიდეს 5-დან 7 ცენტამდე 0.5-დან 0.7 ცენტამდე თითო ბოთზე, ეს უნდა გვესმოდეს, რომ პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ტენდერებზე წყლისა და გამაგრებელი სასმელების წარმოებელი კომპანიები იქნებიან წამგებიან პოზიციაში რეგიონში მოქმედ კომპანიებთან შედარებით. ანუ ეს პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია და თუ ლაპარაკობთ გრძელვადიან დარგის განვითარებაზე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიციები იყოს გათვალისწინებული ახალი მთავრობის მიერ. მე ტელემაყურებლისთვის განმარტავ, რომ აქვა გეო აწარმოებს ნატურალურ მინერალურ წყალსნოს. ახლა გადავდივარ ჩემს მეორე სტუმართან კითხვით, ბატონო დავით, საკმაოდ კონკრეტულად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია. თქვენ იზიარებთ და რამეს ხომ არ დაამატებდით ამ საკითხს, ანუ წყალმომარაგების კუთხით ისაუბრა, რომ გარკვეული პრობლემები იქნება. თუმცა თქვენ უფრო სხვა სეგმენტი, მე მაყურებლისთვის განმარტავ, რომ დავით ლომჯარია გახლავთ იბერია რეფრეშმენტის გენერალური დირექტორი, პეპსის აწარმოებთ. პეპსის ბოთლები. დიახ. გამარჯობათ, მადლობა რომ მოგბრძანებისთვის. მადლობა რომ მოგვიწიეთ. დავითმა ჩამოაყალიბა, ესე თქვათ, მოკლედ ჩვენი ხედვა ამ საკითხისადმი, მაგრამ ძირითადად აქ ის არის, რომ ეს არის უმძიმესი ტვირთი ჩვენთვის, როგორც მეწარმეებისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ინდუსტრია განიცდიდა სტაგნაციის პერიოდს 2011-2012-ში რაღაც დაუბრუნდა რაღაც უძველ პარამეტრებს და ეს არის საკმაოდ მძიმე ტვირთი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ არ ვეძახით ამას გადასახადს, თუმცა ბევრ გადასახადს აღემატება თავის სიდიდით. ყველა ლაპარაკობს ამ რომ დაახლოებით 1 თეთრი იქნება ბოთლზე, მაგრამ თუ გავითვალისწინეთ იმას, რამდენ ბოთლს ვაწარმოებთ ჩვენ, ხო? ეს არის ჩემს შემთხვევაში 9,5 ლარია, კოკა-კოლას შემთხვევაში 1 მილიონ ლარზე მეტი, ბორჯომის შემთხვევაში 2 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის კოლოსალური თანხები რა. თან ვიცით, რომ ეს გადასახადი არ არის, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, აქედან არც 1 თეთრი მიდის რაღაც სპორტჭალებში, თქვა რაღაც კერძო კომპანიებში და ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს თამის დროზე, როდესაც მიღებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 2012 წლის აპრილში, ანუ წელს აპრილში. თუ იყო თქვენ, თუ იყავით საქმის კურსში, ან რაღაც გარკვეული კონსულტაციები, ან როგორ მოხდა ამ უცვლელების ისე მიღება, რომ თქვენ იცით რა, ჩვენ ვიცოდით, რომ რა თქმა უნდა მიღებული იყო, ჩვენთან მე ვერ გეტყვით, რომ წლის დასაწყისში ჩვენ ეს გავიგეთ, ჩვენთან დაახლოებით სიქფას წარმომადგენლები მოვიდნენ და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ზაფხულის ბოლოს, როცა თქვენს რო განახეს ეს საკანონმდებლო აქტი, ეს თქვა ministris ბრძანება, რომ სავალდებული იყო ამ მარკირების აპარატის დადგომა. ჩვენს სიმართლე გითხრა, ეს მოხდა აგვისტოში, სექტემბერში, დიდი იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების შემდეგ ეს უბრალოდ არგუმენტირებას ვერ ვხედავდით, რა ლოგიკას ვერ ვხედავდით ამაში. დიდი იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების შემდეგ ეს შეიცვლებოდა. მე უბრალოდ ბრძანეთ. უკაცრად დავამატებ, რომ აქ არის მნიშვნელოვანი ესეთი რამე, ანუ ჩვენ როცა ეს კანონმდებლობა შეცვლილება მოხდა აპრილის თვეში, ეს არ მოხდა რაღაცნაირად ბიზნესთან კონსულტაციების გზით. ეს იყო გაცხადებული და ესე ვთქვათ, მოვიდა როგორც გადაწყვეტილება, ხო? ანუ ბუნებრივია ხა არც ერთ ბიზნეს სოფლიოს დედამიწის ზურგზე არ უნდა კონფრონტაცია მთავრობასთან და ყველა ბიზნესი მონდომებულია, რომ მთავრობასთან ურთიერთობა იყოს ნორმალური და კონსტრუქციულ ჭრილში, ხო? აქედან გამომდინარე, ბიზნესმა სანამ ესე ვთქვათ, თავის პოზიცია ჩამოაყალიბა, გადამაგისა, ეს ხომ არა ერთი კომპანიის პოზიცია, ანუ აქ მნიშვნელოვანი რა არის, რომ დარგში მუშაობს 15-20 წარმოებელი, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა გულისხმობა არა ალკოჰოლურ გამაგრებულ სასმელს და წყლის წარმოებლებს, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა აყენებს ამ პოზიციას, ანუ და დრო იმისათვის, რომ ამის გაანალიზება მოხდარიყო ამის დარგში შეთანხმება, მოხდარიყო ამის, ესე ვთქვათ, სწორედ მიწოდება მთავრობისათვის. ანუ ბუნებრივია, რომ ჩვენ ამისთვის დრო გჭირდებოდა. ეს ერთი ხელის მოსმით და ერთი რომელიმე მწარმოებლის მიერ ინიცირებული ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა, ხო? გასაგებია. და
სანამ რეკლამაზე გავიდოდეთ ერთი კითხვა და მოკლედ მიპასუხეთ დღეს თუ არის კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ანუ ეხლა სამინისტროსთან არის კი ის აბედნიერად ჩვენ მივესალმებით რა ძალიან ჯესეთი ჩვენ შევკრიბეს მინისტრის მოადგილემ გაგვესახმაოდ დიდი ესე თქვა დისკუსია შედგა ჩვენთან ერთად და ძალიან მისასალმებელია დღევანდელ მივესალმებით ასევე დღეს დღევანდელ გადაწყვეტილებას მინისტრის რომ შეჩერება და მე კონსტრუქციულად ამაზე დალაპარაკება, იმიტომ რომ თუ არგუმენტები არსებობს და რა თქმა უნდა ეს ქვეყანას წაადგება, რაზე ალაპარაკი, მაგრამ როდესაც არგუმენტები არ არსებობს, მე მგონი გასაგებია, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით დაგველოდით. ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს კომპანია AquaGeos გენერალური დირექტორი დავით გიგაია და ასევე იბერია რეფრეშმენტის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია ჩვენ ის თემა რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას ბოლო დღეებია ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც ითქვა სანამ სარეკლამო პაუზას რეკლამაზე გავიდოდით როგორც ითქვა გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაძლოა ის დაანონსებული გაძვირება არაალკოჰოლური სასმელების გადაიწიოს შესაძლოა კი სავარაუდოდ გადაიწევს იმიტომ რომ გადაიხედება ვადები. რაც შეეხება სხვა თემებს, ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან წინასაახალწლო პერიოდია და მყავს ორი კომპანიის წარმომადგენელი, თანაც კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს, რომელიც ყველაზე ფართოდ მოიხმარება საახალწლო პერიოდში და დაგისვავთ კითხვებს იმასთან დაკავშირებით 2012 წელი თქვენ შედარებით უფრო ახალგაზრდა კომპანია ხართ AquaGeo თქვენგან დავიწყებ რამდენად წარმატებული იყო როგორ მოიკიდეთ ფეხი ბაზარზე ну ალბათ როგორ მოვიკიდეთ ფეხი ბაზარზე და რამდენად ეს ვთქვათ მოცემ ჩვენი პროდუქტი მომხმარებლებს ეს უფრო ასე ვთქვათ ჩემი შეფასება ცოტა რთული იქნება ამის თუმცა თქვენი მარკეტინგული გათვლება მოგახსენოთ დღეს ჩვენ მიუხედავად იმისა რომ პირველი წელი ამუშავებთ მაყოფილები ვართ იმ შედეგებით რაც მიღწეული გვაქვს ამ 1 წლის განმავლობაში ვართ ფართო ქსელში წარმოდგენილები და საკმაოდ დიდი ინტერესი და ნდობაა ჩვენი პროდუქტის მიმართ რაც ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან დიდი იმედის მომცემი. პრაქტიკულად პირველი ერთი წელიწადი ჩვენ დავუთმეთ იმას, რომ კარგად და საფუძვლიანად ვიყო წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. ანუ ადგილობრივი ბაზარია ჯერჯერობით პრიორიტეტი საექსპორტო? დიახ, საექსპორტო მიმართულებების განვითარება ჩვენ უფრო ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ხანგრძლივია ეს პერიოდი და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ჩვენ გქონდეს ზუსტად რომ არა მძიმე, ასე ვთქვათ, საგადასახადო ტვირთი, უпростоრად იმაზე უფრო შეღავათიანი, ან როგორც ეს 2012-ში იყო, იმისაც რომ საექსპორტო გაყიდვები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2013 წელს გაცილებით უფრო დიდი ინტენსივობით ვიმუშავებთ საექსპორტო ბაზრებზე. თუ გაქვთ უკვე მონახაზი, რომელი ქვეყნები იქნება DST თუ კი ბატონო, ევროკავშირის ბაზარი გაგვიდგა. ძირითადად ისეთ პროდუქტისთვის, როგორც არაგაზირებული ნატრიუმი მინერალური წყალია, ძალიან საინტერესო ბაზრები არის, ну ჩვენ მეზობლები პირველ რიგში ეს არის აზერბაიჯანი, უკრაინა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საინტერესო ბაზრები ასევე ახლო აღმოსავლეთი და შუა აზიის ქვეყნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრები, სადაც ასე ვთქვათ ჩვენ ვცდილობთ რომ დღეს გზა გაუკვლიოთ ჩვენ კომპანიას. დიახ, კომპანია იბერია რეფრეშმენტი, პეპსი. თქვენ ალბათ საკმაოდ დიდ გაყიდვებს ელოდებით ხო საახალწლოდ მინდავთ. არ უჩივი ვართ. მოდი ასე ვთქვათ წელი სხვათა შორის იყო საკმაოდ კარგი, მიუხედავად ამ ტურბულენტობისა საარჩევნო პერიოდის რაღაც საკმაოდ კარგი. გაყიდვების ზრდა არის. არჩევნების პერიოდში მე მგონი მოიმატა პირიქით თქვენმა რეალიზაცია. კი, მოიმატა მართალია. 2012 კაი წელი იყო, ასე ვთქვათ რა. წლის ბოლოც ცუდი არ არის რა. ჩვენი თქვენ იცით რომ გვაქვს აქცია. ეს არის SMS პრომო აქცია Nokia-სთან ერთად. Pepsi და Nokia თანამშრომლობენ უკვე რამოდენიმე წელია აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენც გავაგრძელეთ ეს და საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ნამდვილად კაი პრიზებია ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის. ბოლო თაობის Lumia-ს ტელეფონები, რომელიც წარმახალისებელი აქციები საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესში. რა თქმა უნდა. ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ რომ გითხრათ რა გეგმები გაქვთ მომავალში, ანუ რა პოზიციები გიკავიათ დღეს ბაზარზე და რას აპირებთ? პოზიციები საკმაოდ ასე თქვა გამყარებული გვაქვს, იმიტომ რომ იცით რომ უკვე თითქმის 8 წელი სრულდება რაც უკვე ბაზარზე ვართ. სტაბილურად დავიჭირეთ ჩვენი სეგმენტი, ადგილი ეს არის დაახლოებით 30%, თუმცა
უნდა ვთქვათ, რომ რაღაც სეგმენტებში ჩვენ, ასე ვთქვათ, უპირებო ლიდერი ვართ, მაგალითად, ეს არის პროდუქტები, რომელიც 0 კალორიით, ასე ვთქვათ, დიეტური პროდუქტები, ეს არის Pepsi Max და Pepsi Light, ჩვენ ვართ ლიდერები ამ სეგმენტებში. რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, თქვენ იცით, რომ სულ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ინოვაციურები საქართველოში, ალბათ ვაწარმოებთ 2013-ში საკმაოდ მოვასწრებთ ნაყიდი გვაქვს უკვე დამატებითი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მოგცემს ვაწარმოოთ ახალი პროდუქტები, რომელიც 2013 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. სიურპრიზი იქნება. საინტერესოა, დამაინტრიგებელია. გისურვებ წარმატებებს, რადგანაც თითოეული კომპანიის წარმატებაც ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილი და დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტისთვის და ქვეყნისთვისაც. დღეს კი მადლობას მოგახსენებთ ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს კი გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.